გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ბოლოს სიტყვა მორიგი ეპიზოდი და ისევ აქ ვართ თბილისში მე, ბექა პატურაშვილი, რატიმუჯირი გიორგი ცხვიტავა და ისევ ხაზზე ყავს ბრიუსელი თამარ ნუცუბიძე, რომელთანაც დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკი მოგვიწევს წესით და რა თქმა უნდა ხაზზე ყავს ია მეურმიშვილი ვაშინგტონიდან. მოგესალმებით ქალბატონებო, მოგესალმებით და გამარჯობა. მოკლედ თავარი თემა არის უკრაინა, რომელიც მიიღებს 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხს, რომელიც იქნება უპროცენტო, თუმცა ჩვენ ცოტა განსხვავებული მოლოდინი გვქონდა, ალბათ უფრო მეტად სწორი იქნება რომ ვთქვათ რომ გაცილებით სხვანაირი მოლოდინი გქონდა 210 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით, რომელიც არის რუსეთის გაყინული აქტივი და რომლის უკრაინისთვის გადამისამართებაზე მიდის ახლა მთელი დისკუსიები და მსჯელობა. თუმცა როგორც ჩანს აქ არის ბევრი წინაღობა, არის საკმაოდ ინტენსიური განხილვები, რომლის შესახებაც დაწვრილებით მოგვიყვება თამარი ბრიუსელიდან და მოდი აღარ დავაყოვნოთ და დავიწყოთ. არის თუ არა ეს ყველაფერი მერცის პირველი მარცხი, ასე ვთქვათ, ასეთი ფორმულირება გავუკეთოთ, მანამდე კი შეგახსენებთ რომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. აქვე თუ კი კავკასიაზე გვიყურებთ, თქვენთვის სპეციალურად არის QR კოდი, შეგიძლიათ დაასკანეროთ და ისე გადახვიდეთ YouTube-ზე. კავკასიას მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. ჩვენ კი დავიწყოთ და დავიწყოთ ბრიუსელიდან. ერთი თხოვნა აუდიტორიასთან კიდევ ნახეთ, მე როგორც მივხვდი, მით უმეტეს ამ ეტაპზე, როცა ახალი პროექტი არის, ძალიან კარგი მეთოდი არის, რომ თუ თქვენ უკვე ინტენსიურად უყურებთ ამ პროექტს, ურჩიეთ სხვებს. ეს არის ძალიან კარგი, რომ უბრალოდ გაავრცელოთ თქვენ გარშემო ინფორმაცია, რომ არსებობს პროექტი, რომელიც თქვენ მოგწონთ და თუ ფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება სხვებისთვისაც, ურჩიეთ, რომ მოგძებნონ YouTube-ზე ბოლო სიტყვა. გადავედით ბრიუსელში, თამარ, რაკენით, რატომ რით ვერ დაარწმუნეთ ბელგია? ორბანზე რო არაფერი ვთქვათ, რომ ეს ფული აიღოთ და მიეცათ უკრაინისთვის. მოგესალმებით მეგობრებო, მოიცა დააკონკრეტე ახლა რა გაინტერესებს უფრო მეტად მერცის მარცხი იყო ეს თუ რით ვერ რატო ვერ მოხერხდა გეგმა ას გატანა. დავიწყოთ ანიდან და გავიდეთ ჰოეზე. კარგი. მოდი მაშინ მერცით და რაღაცნაირად მე ცოტა სხვანაირად ბევრი ფიქრის მერე ცოტა სხვანაირად შევხედე ამ სიტუაციას და მიუხედავად იმისა რომ ჩემი არაერთი კოლეგა აქ წერდა რომ პრინციპში შეიძლება ეს მერცის მარცხი იყოს, მოდი სხვანაირად რომ შევხედოთ, ალბათ გერმანიამ გამოაჩინა რომ ნამდვილად ძლიერი სახელმწიფოა და შეუძლია, როდესაც გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ ინტერესებს ეხება საკითხი, შეუძლია რაღაცაზე უკან დახევა. იმიტომ რომ მერცი იყო მათ შორის, ვისაც ეს გეგმა ძალიან არ უნდოდა და გამოდიოდა ამის წინააღმდეგი. მაგრამ აი ვითარებაში როცა დაინახა რომ შესაძლოა არც გეგმა B გამოსულიყო და არც გეგმა A, შეცვალა თავისი პოზიცია აი ამ საერთო ინტერესის და ევროკავშირის ასე თუ ისე ერთიანობის შესანარჩუნებლად. ამიტომ ალბათ მაინც ჩემი გადმოსახედიდან ეს ცოტა უფრო სახელმწიფოებრივი და ცოტა უფრო სხვა ხედვა არის, როცა უარესიდან ირჩევ უკეთეს. მე თუ სწორად გავიგე და თუ არა და მე შენ შემისწორე, გეგმა აიყო რუსული გაყინული ფულის აღება, უხეშად რო ვთქვათ, ამის მიცემა უკრაინისთვის. და მერე ომის დასრულების მერე, როდესაც რუსეთი გადაიხდიდა რეპარაციას, უკრაინა დააბრუნებდა ამ ფულს. ეს არ გამოვიდა. ეხლა ფული აიღო ევროკავშირმა თავის ბიუჯეტიდან, აძლევს უკრაინას, ოღონდ დათქმით, რომ როცა რუსეთი დააბრუნებს რეპარაციას, მერე დააბრუნებს უკრაინა და თუ კი რუსეთი არ დაუბრუნებს უკრაინას, ანუ რეპარაციას არ გადაიხდის, მაშინ ბრიუსელი აიღებს პირდაპირ ამ ფულს. სწორად გავიგე, ერთი ეს მაინტერესებს და თუ ეს სწორად გავიგე, მაშინ გამოდის, რომ დაალომბარდეს ეს ფული რუსეთის, ოღონდ ქეში თავისი აიღეს და მერესთვის გადადეს რუსული ფულის აღება. დაალომბარდეს, მაგრამ პროცენტი დაატრიალეს. მე მგონი სადღაც მანდარი ამბავი რა. ხო, ერთი ფაქტი არის, რომ
ეს ფული არის გაყინული, ეს პირველი ეს ერთი გადაწყვეტილება მიღებული არის რომ არის გაყინული, მაგრამ მეორე მთავარი ინტრიგა რაც ამ ამბავში ჩემი აზრით და ალბათ ყველას აზრით არის ის რომ მოკიდებდნენ თუ არა პირდაპირ ამ ფულს ხელს და აქ იყო მთელი პოლიტიკური ტვირთიც, ხო და ფაქტი არის ის რომ არ ვიცი მე შეიძლება ვასწრებ ხარ რაღაცებს, მაგრამ ფაქტი არის ის რომ ვერ მოკიდეს ამ ფულს ხელი ამ წუთას და ჩემი აზრით ხო ეგ არის რა განსახილველი პოლიტიკურად არის თუ არა ეს თქვათ ძლიერი ნაბიჯი თუ სუსტი ნაბიჯი მოდი ამაზე ვილაპარაკოთ და ხო აი კარგად აახსნათ ჰედლაინების დონეზე ვინც იცის ეს ამბავი აი როგორ მიდიოდა ეს მოლაპარაკებები თამარ შენ მანთხარ და ამ ყველაფერს უყურებ და გაქვს შესაძლებლობა რომ ამ თავარ მოქმედ პირებთან ძალიან ახლოს ფაქტობრივად იყო ჩართული პროცესში. მაგრამ ერთი კითხვაც ჩავაგდოთ რა 90 მილიარდი არის ის თანხა რომელიც ახლა ჭირდება უკრაინას. და მე გავშალოთ. ხო, ანუ იყო ორი გეგმა კომისია ჩვენ წინა გადაცემებშიც ამაზე ვისაუბრეთ, სწორედ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე. ორი გეგმა იყო, მარტივი გეგმა და თან რუსეთისთვის ჩემი აზრით იმიჯური და არა მხოლოდ იმიჯური დარტყმის მიყენება, რა თქმა უნდა, იყო აღება ამ ფულის, რომელიც გაყინული არის და რომელიც უმეტესი ნაწილიც არის ბელგიაში. ჩვენმა მაყურებელმა იცის და ასევე დისკუსიაც ჰქონდა ჩვენ იმ თემაზე, რომ რატომ მიხევს მუდმივად უკან ბელგია. და აქაც მგონი საინტერესოა ეს ისტორიაც მოუყვეთ, ხო, რატი ჩვენ ამაზეც ვიმსჯელეთ, რომ ძალიან უცნაური დამთხოვები იყო როცა კომისია ძალიან აქტიურად მუშაობდა ქვეყნის სამეფოს პრემიერთან ბარდევერთან, ის გადაიხრებოდა უკვე და თითქმის თანახმა იყო ამ დროს გამოვარდებოდა ან პუტინი თავად, ან ლავროვი, დმიტრევი მუდმივად განცხადებებს აკეთებდა, პირდაპირ მუქარა იყო და უკან იხევდა ბელგია და გუშინ ზუსტად ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს Guardian-მა გამოაქვეყნა სტატიას, რომელშიც ამბობს დაყრდნობით სპეცსამსახურებზე, რომ არსებობს ასეთი, ყოველ შემთხვევაში ალბათ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია, რომ პირდაპირ მიდიოდა რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლა ბელგიის ოფიციოზზე და იმ ორგანიზაციაზე, სადაც ეს ფული ინახება. ასე რომ ამ კუთხით რომ შევხედოთ ძალიან ბევრი რაღაცა ნათელი ხდება, ხო? ერთის მხრივ, ანუ ბელგია სადაც დევს ეს ფული და პირდაპირ მუქარა თუ იყო და ესეც კი იყო ღია მუქარა, მაგრამ როგორც ჩანს ზეწოლაც იყო სხვა სახის, რომელსაც შიშები ჰქონდა ამ ფულთან დაკავშირებით და ეს იყო გეგმა A და აქ ნახეთ ჩვენ ასევე ხშირად გვისაუბრია ორბანის ფაქტორზე. აღმოჩნდა მეგობრებო, რომ ამ გეგმა A-ს თუ გაყვებოდნენ, საჭირო იყო მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა და ორბანი ვერ დაბლოკავდა ამ გეგმას. ანუ ეს გეგმა ყველანაირად იყო ძალიან მომგებიანი. რუსეთის იმიჯურად დარტყმა, რაზეც ბუდმივად ამბობენ, რომ ჩვენი ფულია და რას ნიშნავს ჩვენ ფულს ხელს მოკიდებთ, პარალელურად ერთიანობის ჩვენება და პარალელურად ის, რომ ორბანი ვერაფერს ვერ იზამდა. მეორე გეგმა იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდებოდა დათანხმება, მეორე გეგმა იყო უფრო რთული გეგმა, სწორედ ეს გეგმა, რომ ესე იგი ევროკავშირის ბიუჯეტის საფუძველზე ევროკავშირს თვითონ აეღოს სესხი გარანტად ანუ ყოფილიყო ევროკავშირის ბიუჯეტი და ეს სესხი გადაეცათ უკრაინისთვის და აქ უკვე საჭირო იყო კონსენსუსი. და ასევე საჭირო იყო ცვლილებები ბიუჯეტში, იმიტომ რომ ბიუჯეტი უკვე პრინციპში მიღებულია 2026 წლის და თანხაც ანუ იმხელა ვერ იქნებოდა, რაც გაყინული ფულის შემთხვევაში, რომელიც 200 მილიარდზე მეტია. ამ შემთხვევაში ანუ ყველაზე საჭირო თანხაზეა უკრაინის მხრიდან 90 მილიარდზე ლაპარაკი, რომელიც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვთქვათ ეს რუსული გაყინული აქტივები. უცნაური იყო გუშინდელი დღე. მთლიან დილიდან ვესწრებოდი ბოლომდე ამ შეხვედრას. ძალიან აღსანიშნავი იყო
ზელენსკის იმედიანობა ის იყო ძალიან მშვიდი პრესკონფერენციაზე, ძალიან თავში დაჯერებული და მე მეგონა რომ მე ხომ არ მომეჩვენა თქო, მაგრამ ჩემი უკრაინელი კოლეგებიც და არა მხოლოდ უკრაინელი კოლეგებიც, ევროპელებიც გადასცემდნენ თავის რედაქციებს, რომ სავარაუდოდ შეთანხმება იქნება მიღწეული და უფრო იხრებოდა ყველაფერი, რომ შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო. ამას საფუძვლად ედო ბარდევერის და ზელენსკის ორმხრივი შეხვედრის ამ სამიტის დაწყებამდე, სადაც ბარდევერმა პრინციპში ზელენსკის უთხრა, რომ კი ბელგიას ძალიან სურს, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე იყოს გადაწყვეტილი და ზელენსკის დარჩა ესეთი შეგრძნება, რომ ბელგია მზად არის ასეთი გადაწყვეტილებისთვის. სადღაც გვიან საღამოს უკვე გამოვიდა ინფორმაცია, რომ ბელგია დამატებით კიდევ რაღაც გარანტიებს ითხოვს და დაიწყო თავიდან პროცესი. ანუ წარმოიდგინეთ, დაბალ დონეზე დაიწყეს ახალი დრაფტის შემუშავება იმ პირობების ჩადებით, რაც დამატებით მოითხოვა ბელგიამ. ესე ჯერ ინფორმაცია არ გამოსულა ზუსტად რაზე იყო საუბარი და ჩვენ ახლა გადაცემას რო ვწერთ, ამ წუთებში ტარდება დახურული ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, სადაც ყველა დეტალზე იქნება საუბარი და ალბათ, როდესაც ჩვენი გადაცემა ეთერში გავა, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი, მაგრამ ამიტომაც ჩვენს მაყურებელს უთხრა უბრალოდ, რომ ჩვენ ჯერჯერობით ეს სულ ცხელი ამბავია და შეიძლება დეტალები ჯერ არ ვიცოდეთ. თუ კი ამაზე ცხელი ამბავი გაინტერესებთ, ევროსკოპი დაასაბსკრაიბეთ და აფოლოვეთ და იქ ყველაზე ოპერატიულად დაიდება ამაზე ამბავი, მათ შორის ჩვენი გადაცემის პარალელურად, როცა რაღაცები გაირკვევა ევროსკოპზე ყველაფერი იქნება და მე მაგის ანალიზს უკვე შემდეგ ეპიზოდში ჩვენ აქ Telegram-ზე და Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ხო. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რეკლამისთვის. მოკლედ, გამოვიდა ინფორმაცია, რომ ახალი დრაფტი გააკეთეს უკვე, ანუ ტექნიკურ დონეზე და ეხლა რომ მიდიოდა ამაზე საუბარი. მერე, ანუ ეს ყველაფერი არის ესეთი კულუარული ამბები. შემდეგ როგორც ირკვევა და რასაც ამბობენ წყაროები, უკვე ამ დამატებით მოთხოვნებზე დაიწყეს ყოყმანი იტალიამ და საფრანგეთმა. და ორბანიც აქტიურად იქ უკვე მისი ხმა არ წყვეტდა არაფერს, მაგრამ აქტიურად ასევე ლობირებდა, რომ ეს გადაწყვეტილება, გეგმა არ გასულიყო და ასევე მეუბნებიან ჩემი უკრაინელი კოლეგები, რაც ძალიან გასაკვირია, რომ ორბანმა თქვა, რომ ის არ იქნება წინააღმდეგი და ვეტოს არ დაადებს გეგმა B-ს. და რომ წასულიყვნენ ამ გეგმით. ანუ უბიძგა ესე გამოდის. საბოლოო ჯამში და მერცი იყო წინააღმდეგი გეგმა B-ს ძალიან, იმიტომ რომ მას ეს კონფიგურაცია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი უნდა იყოს გარანტი ამ ფულის, ძალიან არ მოწონდა და სწორედ ამიტომ რომ გამოსავალი აღარ იყო და რჩებოდა გეგმა B, მერცმა მიიღო გადაწყვეტილება და არ წავიდა წინააღმდეგ, რადგანაც კონსენსუსი იყო საჭირო, დაუჭირა მხარი. ეს გეგმა B უფრო რთულია, თუმცა კონსენსუსი იქნა მიღწეული, არც ორბანს, არც ფიცოს და არც ახალ პრემიერს ჩეხეთის ბაბიშს ვეტო არ დაუდიათ, მაგრამ მათ თქვეს, რომ ისინი, ფულით არ მიიღებენ, მათი სახსრებით არაფერი არ გაკეთდება და 24-ს პლუს, 27-ს მინუს 3 ფორმატი გამოვიდა. ეხლა საინტერესო არის დეტალები, როგორ მოხერხდება ამ ფულის მოზიდვა, რა ტრანშებად დაიყოფა, რამდენ ხანში შეიძლება პირველი ტრანშის მიწოდება. ზელენსკიმ თქვა ბრიუსელში გუშინ, რომ აპრილი ყველაზე ბოლო ვადაა, რომელიც ძალიან უჭირთ, აპრილის მერე მათ ექნებათ პრობლემები და ეს დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი და ბოლოს მე მგონი ძირითადი ყველაფერი ვთქვით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეს-რელიზ
ივნისშიც, რომელიც გამოაქვეყნა საბჭომ, წერია და ყველა ლიდერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ანუ გეგმა B არ არის გადაგდებული და მაგიდაზე რჩება. გეგმა გეგმა ანუ კლავაც ძალაშია და გრძელდება პარალელურად ამ გეგმაზე მუშაობა და რატი შენც ახსენე, რომ ანუ პრინციპში უკრაინამ არც პროცენტი უნდა გადაიხადოს ამ 90 მილიარდის და სესხი თუ კი რუსეთი არ დააბრუნებს და არ გადაიხდის უკრაინის აღდგენის ფულს ამ შემთხვევაში, რადგან წინსწრებად უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება ამ თანხის გაყინვაზე ბადის გარეშე, უვადოდ გაიყინა რუსეთის თანხები, მაშინ შემდეგ უკვე ევროკავშირმა დათქმით გააკეთა ეს, რომ ამ ფულს უბრალოდ აიღებს და ჩაანაცვლებს იმ 80. ხო, ანუ აქ აქცენტია იმაზე, რომ ეს არ დააწვევა ევროპელ გადამხდელებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ყველანაირად იმიჯურათაც, სტრატეგიულათაც, სიძლიერის გამოსაჩენათაც უკრაინისთვისაც და ევროკავშირისთვისაც, რა თქმა უნდა, ჯობდა გეგმა A, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს მართლაც რა ვიცი, ყავს ძალიან ბევრი ინკორპორირებული ადამიანი ევროკავშირში და აი სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლით ასეთი შედეგი მივიღეთ დღეს. ჩემი შეთქმულების თეორიაც კი დაადასტურა გარდიან. მოკლედ ეს სერიოზული ოპერაცია არის, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მიერ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი რამ არის. რატი, ბექა, თამარი, ია, მე ყველა ვიყავით უკრაინაში, ყველა არაერთხელ ვიყავით უკრაინაში, ამ პროცესს ვაშუქებდით და ერთი მთავარი დეტალი არის, რომ ომს იგებს ვის ჯიბეშიც ბოლო ტალანი რჩება, ეს გამონათქვამი ჯერ კიდე ძველი წელთაღრიცხვიდან მოდის და ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ომის ფინანსები, ანუ ვის ჯიბეში დარჩება მეტი ფული. გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც რუსებმა გამოაქვეყნეს პირველად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რომ მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1% იხარჯება ბრჭყალებში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რაც რა თქმა უნდა არასტორია, იმიტომ რომ იქ არის საიდუმლო ფონდები, იქ არის სხვა ფონდები, იქ არის სხვა გადასახადები, რომელიც ასე შემდეგაში. ამიტომ ეს 90 მილიარდი, რომელიც ევროკავშირმა ეხლა გამოყო უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ უკრაინამ ეს ომი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს და არა ისე როგორც ეს უნდა პუტინს. არა ისე როგორც უნდა პუტინის მაგალითად მომხრეებს, მათ შორის თბილისში, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ ფინანსებზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ფინანსების გარეშე ომის წარმოება არის უბრალოდ წარმოუდგენელი, ხო? ვის ჯიბეშიც იქნება თანხა, საბოლოო ჯამში ის გაიმარჯვებს და ჩვენ ველით ყოველწლიურ რეჟიმში, ხო? ანუ გარკვეულ დეფოლტს რუსეთის ფედერაციაში, ეს დეფოლტები მიდის, ხედავთ რომ ეკონომიკა არის ომის ეკონომიკაზე, ომის რელსებზე გადასული, ვიცით რომ ძალიან სერიოზული პრობლემები არის რუსეთში ფინანსური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არის სწორედ იმაზე გაკეთებული ფსონი, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი პოზიციების, ანუ მართალი პოზიციების შენარჩუნება, იმიტომ რომ სინამდვილეში უკრაინა ხო არავის არ დაესხა თავს, ხო? უკრაინა იცავს საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ თავს. ხო, ანუ ისინი გამოდის რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხა მოგებული არის უკრაინა ამ პროცესიდან, იმიტომ რომ დანაკარგი არ აქვს, ასე ვთქვათ, ან თანხა რომელიც მათ ჭირდებოდათ, ამას მიიღებენ, ეს არის ფაქტი, რასაც ხაზზე უნდა გავუსვათ. უბრალოდ მეორე ნაწილი არის ის, რომ რაც ვთქვით, რომ არ მოკიდეს ამ ეტაპზე რუსების ფულს ხელი. თუმცა ესაც არის, ხო, ის ფული, რომელიც ჯიბეში რჩება, რაც გიორგი მახსენა, შეიძლება სამომავლოდ ისევ გახდეს ის 200 მილიარდი, რა ვიცით. არ ვიცით. ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, გამოდის რომ თუ კი ვინმე არ დარჩა წაგებული ამ პროცესიდან არის უკრაინა, მან მიიღო 90 მილიარდი. მართალია 90 მილიარდი არ არის 210 მილიარდი, თუმცა ამ სამიტის დაწყებამდე ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ ახლა წყდება უკრაინის ყოფნა არ ყოფნის ბედი და გადაწყდა, რომ ყოფნა. შესაბამისად რა შეეყოფა ეს ფული, ეს მეორე საკითხია და დათვლა შეიძლება ამისი და ანუ ნახევარჯერ ცოტა ნაკლები არის, ვიდრე მოლოდინი იყო. თუმცა ახლა 90 მილიარდიც არ არის ცოტა ფული. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცეს უკვე თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ასევე არის გამოყოფილი
თანხები უკრაინისთვის და ამაზე ეპიზოდის ბოლოში უკვე ვაშინგტონიდან უფრო დეტალურად ილაპარაკებს და მე აქ მინდა შემოვიტანო ერთი რამ, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა ამ პროცესიდან. -3 ვახსენეთ ჩვენ და ეს -3 არის ჩეხეთი შემოგაქვს? მეც. უნგრეთი, რომელიც გასაგებია, სლოვაკეთი, რომელიც გასაგებია და არსაიდან ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან მოულოდნელად აღმოხდა ჩეხეთი. პეტრე პავლე, მათი პრეზიდენტი პეტერ პაველი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მკაფიოდ გამოხატული პროუკრაინელი არის და ევროინტეგრაციის მხარდაჭერი არის და ამ ფონზე მე ძალიან გამიკვირდა ჩეხეთის ეს პოზიცია. თამარ, ხომ არ შეგიძლია ცოტა უფრო ნათელი მოფინო ამ ამბავს, საიდან გაჩნდა ჩეხეთის ეს პოზიცია? მე როგორც წავიკითხე ბაბიშის თვითონ კომენტარი იყო, ახალი პრემიერი ბაბიშს ზოგადად აქვს, ის ამბობს რომ უკრაინას უჭერს მხარს, ამბობს რომ რუსეთი შეიჭრა, ამ ყველაფერს აღიარებს, მაგრამ თვლის რომ აი ესე ფინანსურად ნაკლებად უნდა დააწვეს ეს ყველაფერი ჩეხ ხალხს. და მე მგონი ვილაპარაკეთ ასევე ჩეხეთმა საუბარი იყო გახსოვთ დახმარების გაჩერებაზე სამხედროსი ჩეხეთიდან და დიდი შეკითხვის ქვეშ იყო სწორედ ეს საკითხი. ეხლაც ნახეთ როგორ გამოვიდა რომ მან ვეტო არ დაადო, პირიქით თქვა რომ ჩვენ და თქვა რომ განცხადებაში მას ნათქვამი აქვს რომ არც აპირებდა ვეტოს დადებას და მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ თulis რომ ფინანსურად არ უნდა გაიღოს თქვათ ამ შემთხვევაში ჩეხეთმა ეს თანხა. ჩემთვის რატი მაგალითად ის უფრო საინტერესოა ჩეხეთის მოსახლეობას, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით და უჭერენ თუ არა ამ ახალი პრემიერის ასეთ გადაწყვეტილებას მხარს, იმიტომ რომ ჩეხეთიც ტრადიციულად და მათი პრეზიდენტისგან გამომდინარე, რომელიც ნატოს მაღალჩინოსანი იყო, ჩეხეთი რაც ომი დაიწყო ძალიან აქტიური მხარდამჭერი იყო უკრაინის. იმედია რომ სამხედრო დახმარების ნაწილში რამე არ შეიცვლება, იმიტომ რომ ჩეხეთი ვიცით რომ მაგალითად ჭურვების მიწოდების მხრივ არის ლიდერი, ხო? ინიციატივა აქვს აგროვებს. ინიციატივა აქვს და ასე შემდეგ. რაღაცნაირად ხო ეს ამბავი მეც ძალიან მომხვდა თვალში. და მაქვს იმის განცდა რომ თან ხომ არ დაიწყება ესე ეტაპობრივად ჩეხეთის პოზიციების ცვლილება. ხო, ერთს დავამატებ, ბექა, ბოდიში. ასევე მაყურებელმა თუ არ იცის, ცალკე აქვთ ორბანს, მარი ლეპენს, ბაბიშს მათ შორის ნიდერლანდებიდანაც ასევე ულტრა მემარცხენებს თუ მემარჯვენებს პარტია გაკეთებული. პატრიოტები. კი, ბაბიშიც და ამას სხვათა შორის ვიქტორ ორბანმა ეს ფოტო დადო, სადაც ის მარი ლეპენი, ბაბიში და ნიდერლანდების ეს ულტრა ანტი ევროსკეპტიკოსებიც არიან. ორბანი ეცდება მაქსიმალურად რომ გადმოქაჩოს ბაბიშიც აი ამ ფლანგზე და რაღაცნაირად კიდევ ერთი მოკავშირე დაიმატოს და ეს კიდევ ერთი ალბათ გამოწვევა იქნება ევროკავშირისთვისაც. ეს ულტრა ძალები იქნება მემარჯვენეები თუ მემარცხენეები, როგორც 1920-იან წლებში დაუპეს სამყარო, ეჭვი მაქრო ისტორია გამეორდება და 21 საუკუნის 20-30-იან წლებში არ დაღუპავენ სამყაროს და როგორც შენახსენე ეროვნულ დონეზე მოქალაქეების სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ჩეხეთის მოქალაქეები რას ფიქრობენ ბაბიშის გადაწყვეტილებაზე სამწუხაროდ თუ ახლობის მომავალში ვერ გავურკვევთ, იმიტომ რომ არჩევნები არ უწევს, თუმცა არჩევნები უწევს უნგრეთში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ორბანი გამოეცლება ველს, მით უმეტეს რომ ყველა კვლევა რაც აჩვენებს უნგრეთის შიდა პოლიტიკის საკითხებს ნათელს ხდის რომ იქ ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით გავიხსენო ის ამბავი თუ როგორ აჯერებს ადგილობრივი ოლიგარქი რომ იქ ევროკავშირში ვიღაცამ ესე ფული აიღო მაგისი და ინსტიტუციურად მოპარა და ინსტიტუციურად ითრევდა ომში, მაშინ როდესაც ჩვენ ომში მყოფი რუსეთის და ომის დამნაშავე რუსეთის ფული რო ვერ აიღო ინსტიტუციურად ევროკავშირმა, ეგ ვნახეთ და რამხელა აბსურდში გვაცხოვრებს ადამიანი, მაგას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუწვა და მოქალაქეებს ვთხოვ რომ დაფიქრდით და წარმოიდგინეთ, როდესაც
პუტინის ფულს ვერ მოკიდეს ხელი, იმიტომ რომ ძალიან უფრთხილდებიან თავის იმიჯს და თავის რეპუტაციას და ამის ფონზე ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ თურმე deep state-მა ესე აიღო ივანიშვილის ფული, იმიტომ რომ რაღაცებს თხოვდა და რამხელა აბსურდი არის ეს ზოგადად და ასე ნელ-ნელა გადმოვიდეთ საქართველოს თემაზე, მე მგონი. ერთი დეტალი აუცილებლად უკრაინის თემაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ არამხოლოდ ფული, ანუ ფული არის გადამწყვეტი, ფული არის მნიშვნელოვანი და მთავარია მოქალაქეების ნება წინააღმდეგობის გაწევის. ხო, ანუ ჩვენ ყველა მაიაკ ვინც ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ ციდან მოტანილი ამბებით, ხო, უბრალოდ არ ვკითხულობთ რაღაცას და იმას არ გემთ. საკუთარი თვალით ვნახეთ და რაც განვიცადეთ და ზუსტად აი ამის გადმოცემას ვცდილობთ, ხო? ეს რა არის? ეს არის წინააღმდეგობის სურვილი, რომ არ დათმონ საკუთარი ტერიტორია, საკუთარი ქვეყანა, ხო? და ხედავთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, მაგალითად გერეუს ერთ-ერთი ძალიან მაღალი რანგის გენერლის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული, ასე ვთქვათ, გენოციდის საქმეებში და იმ საბოტაჟ და დივერსიის ოპერაციებში, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ახორციელებს, ხო და ეს არ არის პატარა ამბავი, ეს ძალიან დიდი ამბავია. ჩვენ ხედავთ, რომ საათ ხმელთაშუა ზღვაში მოხსნეს, ხო? ხო. ჩვენ ხედავთ, რომ ზელენსკი იყო კუპიანსკში და მანამდე კუპიანსკზე მოახსენეს პუტინს არაერთგზის, რომ კუპიანსკი იყო რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ და მთლიანად აღებული და ზელენსკი მას ყველაფერი უბრალოდ გააბათილა, ხო? ანუ ეს მითი და ეს დაუმტკიცა დასავლეთს, რომ რუსეთი იტყუება, დაუმტკიცა ევროკავშირის ყველა მოქალაქეს, რომ არ დაუჯერონ უბრალოდ დეზინფორმაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მათ შორის ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩავიდა ეს ადამიანი წინა ხაზზე, როგორ შევიდა კუპიანსკში, სადაც ჩაწერა ლაივი, სადაც იყო ჯარისკაცებთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის რა. კი და დღეს პუტინი თვითონ გაამცამტვერა მთელი რუსული პროპაგანდა იმაზე, რომ ზელენსკი კუპიანსკში არ იყო. არ ვიცი რამდენად გახსოვთ ან მიადენენ თვალყური, მთელი რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ მეგო ძველი ვიდეო არის, არ ყოფილა კუპიანსკშიო და დღეს პუტინმა თვითონ თქვა, რომ კაცო იქ რო ჩავიდაო და საბრძოლო მოქმედებიდან 1 კილომეტრში დადგაო, ეგო რა არისო, შესულიყო ქალაქშიო და თვითონ საძის ხოლმე როცა ფორმით ჭდება, ასე ეძახიან თვითონ, ხო? ანუ ბუნკერის პაპას ეძახიან, ხო? და ვინც შეატყობინა, მე მგონი კუპიანსკი რო უკვე ჩვენ ავიღეთო, ის ნახეთ, ის გაქრა ეკაცი, ხო? და რაღაცა მე მგონი ანუ არის დაუზუსტებელი ინფორმაციები, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იყო სადღაც სამხედრო ნაწილში რაღაც ესეთი. ნეტა საზღვაო ძალების შეფებს რა დაემართებათ იმ წყალქვეშა ნავის ვარშავიანკას ამბის მერე. სხვათა შორის ეგ ნახეთ, მე როგორ ბრჭყალებში გააправეს ეგ წყალქვეშა ნავის აპავი. ანუ ვიღაც სამხედრო ტიპი დააყენეს, ჩაწერილი იყო სინქრონი, რომ სამიზნეს აცდაო და კადრი იყო ნაჩვენები მხოლოდ ერთი რაკურსის, საიდანაც ჩანდა დაუზიანებელი ნაწილი რა, ანუ საიდანაც მოხდა, თან ჯაჭვებით იყო დაბმული ეს ისა რა ქვია. მან ამბავი ის არის, რომ მაგავე ბუხტაში 3 წყალქვეშა ეყენა, 1 და 2 ესე გარშემო და ის 2 აორთქლეს გადამალეს და ეგ დატოვებულია და რახან დატოვებულია მინიმუმ ეჭვი აქვს რომ ხომ არ დაზიანდა რომ რო გაიყვანონ არჩევნებს. კაი, მე მგონი იცი რა იდეა მქონდა ეგეთი რომ ამ უკრაინის და რუსეთის გაყინული აქტივების ამბის ქართულ გამოხმაურებებზე ხომ არ გვეთქვა 1-2 სიტყვა. ბატონ შალვას გულისხმობ. დიახ, ბატონ შალვა პაპუაშვილის განცხადებას. შენია მიკროფონი, მიდი. ხო, ანუ მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, როგორ სინქრონში მუშაობს ქართული ოცნების ბრჭყალებში ვორდინგი რუსულ პოლიტიკასთან მთლიანობაში და იმ რეალობის წინაშე დავდექით დღეს, რომ ჯერ ერთი დღეს რომ უყურებდი ნიუს წამყვანი თემა ქართული ოცნების არხებზე იყო ის, რომ გაეროში ერთ-ერთ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საქართველომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს და სომხეთმა შეიკავა თავიო ამაზე აჭერდნენ რა. ანუ მთელი სენსაცია ყოფილა ის, რომ თურმე ჩვენ ქვეყანა, რომელიც ვართ ოკუპაციის პირობებში და ჩვენი პირადი ინტერესი არის, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები იყოს დაცული, ზუსტად ანალოგიურ საკითხს
საკითხზე, რომ გაეროში მხარს ვუჭერთ ამას, თურმე ამაზე ზარზეიმი უნდა ავტეხოთ. ეს იყო ნომერ პირველი თემა დღეს სამთავრობო მედიის, ამით იხსნებოდა გამოშვებები და შემდეგ უკვე რასაც ვისმენთ უკრაინის საკითხზე, ხო და ამ ფულის მიცემა არ მიცემის საკითხზე. ეს მარცხად შეაფასა, ევროკავშირის მარცხი არისო და უკრაინის მარცხი არისო, ამაზე პირდაპირ ასე თქვა შალვა პაპუაშვილმა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი პოზიცია, პრორუსული პოზიცია პირდაპირ და ნათლად, არ ვიცი, რამ შეიძლება ეს ათქმევინოს საქართველოს ნებისმიერ ხელისუფალს, რომ ამ ომში დამარცხებული არის, ამ პროცესში დამარცხებული არის უკრაინა და ევროკავშირი და რომ თურმე ვიღაცის ფულს კიდებენ ისინი ხელს და აი რა ცუდი ხალხი არიან, რომ ვიღაცის არა პირდაპირ თავისი ფულის დახარჯვამდე და რუსეთის ფულს იღებენ. ანუ თურმე თუ კი შენ აგრესორის ფულს იღებ და აგრესორის ფულს დაზარალებულს აძლევ, ეს ყოფილა რაღაცა. ეს ყოფილა დანაშაული და აქ პარალელი შეგვიძლია გავაკეთოთ იმაზე, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს ფინანსური დავები და აი ეგაც ერთ-ერთი ასპექტი არის მაგნაწილის, რომ მუდმივად აი ამ საფრთხეს აზღვევენ ასე ვთქვათ. რატო არის ახლა კიდე საფრთხე რა ქართული სახელმწიფოსთვის? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და ერთ დღესაც შენ რუსეთს რეპარაციას რომ მოთხოვ იმის გამო, რაც მათ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გააკეთეს, ამ განცხადებებს აუცილებლად წინ დაგახვედრებენ. და გეტყვიან რომ რა ფულს ითხოვ, კაცო შენ ის ქვეყანა არა ხარ, რომის ხელისუფალი ამბობდა რომ არ შეიძლება ამ ფულის ხლება, ხო? ძალიან უცნაურია. თუმცა ამ ფონზე მინდა კიდევ ერთ საკითხით შემოვიტანო, ძალიან უცნაური მოძრაობები მაკაბოჭორიშვილის, რომელმაც აი ამ იგივე საკითხზე, ხო, ფაქტობრივად რეპარაციის თემაზე და ომის შემდეგ აღდგენის თემაზე რეზოლუციას ხელი მოაწერა, შეუერთდა და უკრაინელები გაკურვებულები იყვნენ, რომ ეს როგორ მოხდაო, ხო? და აქვე მინდა კიდევ მე გავიხსენო 2-3 თვის წინანდელი ამბავი თუ სწორად მახსოვს, პრემიერი რადაწოდებული კობახიძეს გულისხმობ ამ შემთხვევაში გენერატორების გაგზავნის თემა უკრაინაში და ეს ორი საკითხი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების პოლიტიკის ცვლილება არის თუ არ არის რა. პირველ რიგში ჩვენთვის ეს ორი თემა, გენერატორების გაგზავნა და აი ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა პირდაპირ მიანიშნებს მათი პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, რომ აბა ომი გინდათ? რატომ ეხმარებით უკრაინას? ქვეყანას ომში ითრევთ? და სხვას კი არაფერს არ ითხოვდნენ 2022-ში საქართველოსგან. მსგავსი ტიპის მხარდაჭერას ითხოვდნენ. და დღეს თუ კი შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაშინ რატო არ შეგეძლოთ? ჩემი აზრით საქმე იმაში არის, რომ იგივე რაზეც ახლა მინდა რომ გადავიდეთ ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, მაგ თემაზე არის, ახლა ევროკავშირი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერი ტიპის დახმარება მისთვის მისაღები და საჭირო არის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც არა მხოლოდ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უწევს წინააღმდეგობის გაწევა და უკრაინის დახმარება, არამედ ასევე, ვთქვათ, ტრამპის მერყევი პოლიტიკის წინააღმდეგ და რაც უფრო მეტ მოკავშირეს იპოვის ევროკავშირი, რომელიც ამ საქმეში დაეხმარება, მით უფრო ჭირდება და ამის ცდილობს რომ ამით ისარგებლოს ქართული ოცნება და რაღაცა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რითიც მე ევაჭრება აი ამ ვიზა ლიბერალიზაციაზე. ჩემი სხვა ლოგიკას უბრალოდ მე ვერ ვხსნი, რატომ შეუერთდნენ ამას და ესე ღია და ვორდინგის დონეზეც კი ძალიან გამართული ვორდინგი ქონდა მაკაბოჭორიშვილს, რაც ჩემთვის უცნაურია. იცი რა, მე რაც ვაკვირდები ესე პოზიციონირებენ, რომ ლანძღავენ ზელენსკის, მაგრამ აი ჩვენ უკრაინელ ხალხს უდგავართ მხარში რაღაც ესეთ. გასაგებია, მაგრამ იგივე გენერატორების ამბავი არის ზუსტად მაგ პროპაგანდის შესაფუთად თუნდაც, რომ აი ჩვენ არ ვართ უკრაინის წინააღმდეგი, ანუ მის მხარდამჭერს უნდა დააჯეროს, რომ არა, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, ანუ. კაცო, მაშინაც ელანძღა ზელენსკი და გაეკეთებინათ გასაკეთებელი. მაშინაც გზავნიდნენ ჰუმანიტარული ტვირთი იყო გაგზავნილი რამდენიმე ეტაპად. არ არის დღევანდელი საკითხი, ხო? გენერატორების საკითხი ადრეც იყო, ანუ ადრეც გააგზავნეს გენერატორები. აქ დასაწყისშიც გააგზავნეს. და უამრავ რეზოლუციას შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერად და პრინციპში მუდმივად ჰქონდათ ეს რიტორიკა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მკაფიო არ ყოფილა არის. მკაფიოდ ჰქონდათ გარკვეული მესიჯები, მუდმივად მონაწილეობენ რამშტეინში და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის დიდი მაგრამ რა, აქ არის მაგრამ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ინსტიტუციების მდგრადობას. ჩვენ რომ ხედავდეთ, რომ ჩვენი ინსტიტუციები არის მდგრადი, თანმიმდევრული, რომ არ არის იერიში რუსეთის მხრიდან და ჩვენ სამწუხაროდ თვალს ვადევნებთ, რომ ჩვენი ინსტიტუციები არის ზუსტად სამიზნეები რუსული საბოტაჟის ოპერაციების, ხო, და ფსიქოლოგიური ოპერაციების და საინფორმაციო ოპერაციების, კიდე რაღაცას ვიტყოდით. აი ეს მდგომარეობა, ხო,
გვაძლევს საფუძველს დავსვათ უამრავი კითხვა, რომ მაშინ რატომ ესე და არა სხვანაირად, ხო? ჩვენ გვახსოვს, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში გასაგებია ყველასათვის და მე მინდა რომ ვინც ჩვენ გვიყურებს იმათაც განუმარტოთ და გავახსენოთ, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ჩვენი მდგომარეობა არის აბსოლუტურად უნიკალური მდგომარეობა და შესაძლოა ყველამ გავიგოთ, რომ არ არის საჭირო რაღაცა მაღლა ახტე და რაღაცები გულზე მოლდოვას ჯირი მოლდოვა ოდნავ კიდე ანუ ზუსტი საზღვარი, ანუ სახმელეთო საზღვარი, ხო? ჩვენი სახმელეთო საზღვარი რუსეთთან დარღვეულია და 800 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხო? 200 კილომეტრი სანაპირო ზოლის აფხაზეთს წაღებული აქვს. თბილისიდან 35 კილომეტრში რუსული ტანკები დგას, რაც არის პირდაპირ ზეწოლის ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოფიციალურად თბილისში. ანუ ეს ბერკეტები ძალიან კარგად ესმით ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველა დედაქალაქში აბსოლუტურად. და ჩვენც გავიგებდით ამას და მათ შორის გარკვეულ რიტორიკას ზეც შესაძლოა გვეთქვა, რომ ოკეი, ჩვენ ეს გვესმის, რომ არა იერიში იმ ინსტიტუციებზე, როგორიც არის დამოუკიდებელი სასამართლო, როგორიც არის თავდაცვა, როგორიც არის უსაფრთხოება, როგორიც არის უსაფრთხოების საბჭო, კრიზისების საბჭო და ასე შემდეგ, ხო? მედია და ანუ ჩვენ ამას უყურებთ, როგორ ხდება ამ ყველაფერზე იერიშის მიტანა და უბრალოდ განადგურება, ხო? და ეს არიფუთება აქ არ არის უბრალოდ რაღაცის გაправება. ეს არის საზიანო უზარმაზარი პირდაპირ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. აი ამას ვადევნებ თვალს რა. და სინქრონში რუსულ პოლიტიკასთან. უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხიც განიხილეს იქვე და გითხრეს რომ მოდი კარგად გითხარი თამარა რა გითხრას, იმიტომ რომ მე როგორც გავიგე, ახალი არც არაფერი არ გითხრეს რა, იმიტომ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები ისედაც შეჭრებული იყო ვიზო და დამატებით თქვეს, რომ ყველაფერს ეგრეთ თუ გააგრძელებთ, ყველას მოქალაქეებსაც შეუჩერდებათ. რამე ახალი იყო თუ უბრალოდ იგივე გაიმეორეს? მოიცა, ეხლა შენ ორი რაღაც აურია, ანუ გუშინდელი სამიტი შეხვედრა და დღეს ეხლა სულ ცოტა ხო, ნუ გაგრძელება იყო რა. ხო, ანუ მაყურებელმა რო გაიგოს, რომ ამ ბოლო წლის შემაჯამებელ სამიტზე ასევე დღის წესრიგში იყო გაფართოება და ამის ფარგლებში იყო განხილული. მე ნაკლებად მგონია, რომ დახურულ კარს მიღმა იქ დიდი ადგილი დაეთმოს საქართველოს, რადგანაც აქცენტი უფრო იყო წარმატებულ ქვეყნებზე, რომ აბა რა შვებიან და რა ვითარება, მაგრამ რა წინა დღეს სამიტამდე იყო ზოგად საკითხების მინისტრების შეხვედრა, სადაც ძალიან ფართოდ განიხილეს მთელი ამ გაფართოების კალათის ქვეყნები და ნახეთ და ალბათ ვინც ჩვენ გვიყურებს და გვისმენს, მათაც ნახეს ეს დოკუმენტი, რომელიც გამოიცოდა, სადაც რამდენიმე თავი საქართველოს ეხება და სადაც საკმაოდ კრიტიკული ჩანაწერები იყო და აქაც ამ შემთხვევაშიც უნგრეთმა არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი, რის გამოც მოხდა ის, რომ ეს დოკუმენტი, სადაც ყველა ქვეყანაზე ჩაშლილად იყო საუბარი, ვეღარ მოხდა შემაჯამებელი ბოლო სამიტის დოკუმენტში და მოუწიათ ლიდერებს ზოგადად საუბარი გაფართოებაზე და იმის აღნიშვნა, რომ გაფართოება ეს გეოპოლიტიკური ძალიან წარმატებული მექანიზმია და რომ ჭირდება მისაღებ ქვეყნებსაც რეფორმები და მიმღებ ორგანიზაციას რეფორმაც და ამით დასრულდა. საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მეტად კითხვების შესაძლებლობის დასმა იყო და აქედან გამომდინარე რამდენიმე პასუხი რაც მივიღეთ, აქედან გამომდინარე ისევ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა და ამ შემთხვევაში საინტერესო იყო კაია კალასის ძალიან კონკრეტული პასუხი უბრალოდ ერთ წინადადებაში ჩასმული და მე მგონი ის ყველაფერზე ლაპარაკობს, რომ ჩვენ უჭერთ საქართველოს მოსახლეობას მხარს, მაგრამ ჩვენ არ უჭერთ საქართველოს ხელისუფლებას მხარს და მე მგონი ამით ითქვა ყველაფერი და ბევრი საუბარი აღარ გვინდა. რაც შეეხება უიზო მიმოსვლის მერვე ანგარიშს, რასაც ასე ველოდით, რამდენიმე
წუთის წინ ფაქტიურად დაიდო ეს ანგარიში და ჩაშრილად ასე ცალკე რამდენიმე წუთის წინ როცა ჩვენ წერთ, როცა თქვენ უყურებთ, რამდენიმე ამიტომ ასევე კიდე მაყურებელი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ეს დეტალური ანგარიში ვერ მოვასწარით, რომ ყველას წაგვაკითხა, იმიტომ რომ ის მრავალგვერდიანია, მაგრამ მასთან ახლავს ტრადიციულად პრეს-რელიზი, სადაც ისევ თავი გამოვიჩინეთ და მხოლოდ ჩვენ ქვეყანაზეა საუბარი და აღნიშნული, ანუ ჩვენი ქვეყანა გამოტანილია პრეს-რელიზში, იმიტომ რომ საოცრად ვარღვევთ ყველაფერს. აი საოცარი დემოკრატია შევქმნით. და მოკლედ რომ თქვა. მხოლოდ ამიტომ არის პრეს-რელიზი. უვიზოზე დავაზუსტოთ რა, ანუ ბოდიში. როგორც მივხვდი, სიახლე ჯერ არ გვაქვს, ხო? დიპლომატიურ პასპორტებს და სამსახურეობრივ პასპორტებს დარჩა უვიზო შეზღუდვა და სხვა ყველას გვემუქრება. არა, ნახეთ სიახლე რა არის, ამაზეც არაერთხელ ვილაპარაკეთ. სანამ იქნებოდა ახალი მექანიზმი, მანამდე კომისიის და ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო შეჩერება უვიზო მიმოსვლის სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის, მაგრამ ეს იყო წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი, მათ უნდა გაეკეთებინათ იმპლემენტაცია. და რამდენიმე ქვეყანა დღემდე არ აკეთებდა ამის იმპლემენტაციას, ანუ დროც არ იყო არ არსებობდა ფიქსირებული და ასე შემდეგ. ამ ახალი მექანიზმებით კომისია უკვე დაწერილია პრეს-რელიზში, რომ აი ამის გამო, იმიტომ რომ მეშვიდე არათუ მეშვიდე ანგარიში მითითებული დარღვევები გამოასწორესო, ამას დაამატესო კიდევ არაერთი დარღვევაო და უკვე ახალი რეგულაციებით იქ საუბარი არის ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კორუფციაზე, სხვათა შორის და კანონის უზენაესობის პრობლემებზე და ამ შემთხვევაში კომისია წერს, რომ ის მიმართავს საბჭოს გამოიყენონ ახალი რეგულაცია. და ამ შემთხვევაში მითითებულია, რომ პირველი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი ჯგუფები. ამ შემთხვევაში, ანუ უკვე ყველა ქვეყანა არის ვალდებული, რომ ძალაში შევიდეს და უვიზოთ ვერ გადაადგილდებოდნენ ეს მიზნობრივი ჯგუფები. და ბოლოს ვიტყვი ასევე ევროსკოპს წერილობით და უფრო მეტი განმარტება ვთხოვეთ და პრინციპში იგივე არის, რაც პრეს-რელიზში უბრალოდ აი ძალიან თვალში მეცა, ნახეთ აი რას წერენ, რომ ამ უკუსვლის სისტემატიური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით კომისია განიხილავს შემდგომ ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. ანუ უკვე ეძღარეშია მათთვის, რომ ეს არის სისტემური და მიზანმიმართული უკუსვლა და არა რაღაც სხვასთან არ გვაქვს საქმე, რომ შემთხვევით ერთი კანონი შემოეღოთ, ან შემთხვევით ვიღაცა წყლის ჭალში გაურიეს ქიმიური ნივთიერება. ანუ თან ამბავი რა არის, იცი რომ აი ამ კრიტიკის და ამ განცხადებების ფონზე პირიქით ხდება აქ უფრო მძიმდება სიტუაცია და თუ შეხედავთ ეთერებს ხალხო, ვიცი ალბათ უყურებთ. ну აი message box-ი არის სასწაული რა, ევროპის ლანძღვა მიდის რაღაცა საოცარი და ამბობენ უკვე რომ ეგეთი ევროპა არ გვინდა რა. ხო, ანუ თან ორი ხაზი წამოვიდა. ეგეთი ევროპა და ღირებულებების გადახოვა ერთი და მეორე რომ პირდაპირ გაიგივება ხდება დღეს ბოლო რაღაცა ერთ-ერთი ახალი თაობის კოცის განცხადება ვნახე, არ ვიცი, სახელი და გვარიც არ მახსოვს. ესეთ რამეს ამბობდა რომ აი ჩვენ სისხლით გავეყარეთ წითელ რაღაცა რუსეთს თუ რაღაც აღარ მახსოვს ზუსტი ციტატა, ნუ წითლებს გავეყარეთო და ახლა ლურჯებში მიგვათრებენო, რაღაც ეგეთი იყო რა, ნუ პირდაპირ გაიგივება ხდება რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის ევროკავშირთან და ნუ ეს ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და იდება ამაში ყოველდღიურად მუშაობენ რომ ხალხის თავში ეს დაილეკოს და რაც უფრო მეც ლანძღავს რუსეთი ევროპას უფრო ინტენსიური ხდება აქ აი ამაზე მინდა მუდმივად აქცენტის გაკეთება ამ დინამიკას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თუ ვინმეს კიდევ კითხვები გაქვთ არის თუ არა ქართული პოლიტიკა ბრჭყალებში დამოუკიდებელი თუ ნეიტრალური თუ ბმაში პირდაპირ რუსეთის მითითებებთან ხო, სხვათა შორის რუსეთის მითითებებზე რადგან ვსაუბრობ, სომხეთის საკითხიც ღირს მე მგონი რომ ვახსენოთ, სადაც ამბობენ რომ საქართველოსდან გარკვეული პროდუქტების იმპორტზე პრობლემები აქვთ და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე,
რომ მათ დასავლეთთან უფრო ინტენსიური გახადეს საკუთარი ურთიერთობები და ავითარებენ ამ კავშირებს. რუსეთი ცდილობს მანდაც შექმნას როგორც შეუძლია ისე პრობლემები არ გაუშვას ხელიდან. და ჩვენ ვეხმარებით, ეს არის რეალობა სამწუხაროდ. იყო სხვადასხვა პროდუქტებზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ ამაზე, თევზის ექსპორტზეც მაგალითად, საქართველოს გავლით ტვირთების გატანაზე, სურსათზე. ამ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე, რომ ნავთობპროდუქტები, აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტები საქართველოს გავლით რომ შედიოდა სომხეთში, მანდ რაღაც პრობლემები არისო და ეს დაუდასტურებიათ ოფიციალურად სომხეთში და ესაც არის ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ იმ ფაზლის ნაწილი, რაზეც ვსაუბრობ. რუსეთის პოლიტიკის პირდაპირი ჩარევა საქართველოში ოფიციალური პირების გადაწყვეტილებებთან. ისიც რაც ნახე, იმაზეც კი ლაპარაკს, რომ შეიძლება პირდაპირ სომხები და აზერები დაალაგდნენ ამ ექსპორტზე ჩვენი გვერდის, რომ აი ეს რაღაცა პრობლემები მოგვარდეს და აქ მართლა გულსატკენი ეგ არის, რომ დასავლელ პარტნიორებს ვეჭხუბეთ და ჩამოვიშორეთ და ეხლა სამეზობლოში და რჩები მარტო მონსტრის ხახაში, რომელიც უკვე აქ არის. ხო? ანუ გვესმის რუსული საუბრები, გვესმის რუსული რაღაცა სიმღერები, გვესმის ხედავთ რუსულ რეკლამებს, ხედავთ რუსულ კომპანიებს საქართველოში. რუსული ყაიდის სისტემას ხედავთ, კორუფციას და ორბის რატო უნდა ვთქვა. და ნუ ასე შემდეგ. სიმღერით რომ რჩები მარტო ყველანაირი ინსტიტუციების გარეშე, ძლიერი ინსტიტუციების გარეშე, რომელსაც საკუთარივე ხელით სპობ და რჩები აბსოლუტურად უუნარო, ძალიან სუსტი, უზარმაზარი მოწინააღმდეგის წინაშე და შენი მოსახლეობის უმრავლესობა პრაქტიკულად არის დეგრადირებული და ვერ ათვიცნობიერებს იმას, რომ 0 შეստი ურჩევნია იგივე რაღაცა სხვა მარკის ავტომობილს და ნუ ასე შემდეგ, ხო? ანუ რაღაც ბანალურ ამბამდე მივიდეთ. ჩემი აზრით, ნელ-ნელა გადავიდეთ, რომ გადავცუროთ ოკეანე, გადავიდეთ იასთან, მით უმეტეს რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დამტკიცებულია, უკრაინისთვის გარკვეული თანხები გამოყოფილია, არა იმდენი, რამდენსაც ვისურვებდით, თუმცა მაინც არის და უფრო მეტ დეტალს ია გვეტყვის ახლა რა ხდება მაგ მართულებით და რას გვაძლევს ეს ყველაფერი. თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიღებულია, კი ეს არის კანონი, რომელსაც კანონი ავალდებულებს შეერთებულ შტატებს, რომ მიიღოს ყოველწლიურად, განსხვავებით ბიუჯეტისგან, რომელიც ყოველწლიურად არ აქვს შეერთებულ შტატებს, ასე რომ ეს კანონი დამტკიცებულია უკვე, მასში არის შესული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნაწილი და ეს არის არა ისეთი დახმარება, რომელიც ნახეთ მაგალითად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც კონგრესი გამოყოფდა თანხას იმისთვის, რომ უკრაინას მე თვითონ ვთქვათ, გაენაწილებინა თვითონ ეყიდა, რაც ჭირდებოდა, არამედ სამხედრო შესყიდვების მიმართულებით. ამაში ეს დახმარებად მოიაზრება გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან გაცილებით უფრო სწრაფი ეს პროცესი, ვიდრე იქნებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში და არის ასევე უფრო მოქნილი და უფრო შეღავათიანი, ვიდრე იქნებოდა ვთქვათ პირდაპირ შესყიდვები, რომ განახორციელებინა. ამიტომ ეს მაინც ითვლება როგორც უკრაინისთვის დახმარება, არის დაახლოებით 800 მილიონი ეს თანხა და თანხა არის გამოყოფილი მომდევნო წლისთვის 2026 წელს დაფარავს ეს ყველაფერი. ანუ ამ მხრივ არის რა თქმა უნდა ეს დადებითი ნაწილი და ამ პოზიტიურ ნაბიჯს განსაზღვრავს ის, რომ კონგრესში უკრაინის მიმართ არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამის შესახებ მე პირადად არ გამიგია ადმინისტრაციის შეფასება ამ კონკრეტულ ნაწილზე, თუმცა ადმინისტრაციის თანხმობის და კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების მოსაზრების გაუთვალისწინებლად ასეთი დახმარება არ შევიდოდა ცხადია იქ უკრაინისთვის, ასე რომ რაღაცა სახის მზაობა ისევ არსებობს, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდება გაგრძელდეს. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ თუ კი უკრაინას პატრიოტების რაკეტები დაჭირდება,
ამერიკა მიაწვის პატრიოტების რაკეტებს და ეს თანხა წავა ამ ხარჯის დასაფარად. სწორად გავიგე, ხო? და აღარა დაჭირდება არც კონგრესის თანხმობა, არც კენჭისყრა, არც არაფერი, პირდაპირ ეს ფული გამზადებულია და შეუფერხებლად ჩავა რაკეტები უკრაინაში. უხეშად რო ვთქვათ ასე. უხეშად რომ ვთქვათ, მონახაზი ესეთია კი, თუმცა პენტაგონი მაინც განსაზღვრავს იმას რა საჭიროებები გაეგზავნოს თუნდაც ამ პაკეტის გათვალისწინებით გამომდინარე იქიდან თუ რა სჭირდება შეერთებულ შტატებს და ჩვენ გქონდა გახსოვს ესეთ შემთხვევები როცა პენტაგონმა უკრაინას უკაცრავად და არის უკვე გვაქვს სია რა სჭირდება თუ შეერთებულ შტატებს სჭირდება და გქონდა ამის პრეცედენტი ერთხელ უკვე, როდესაც პენტაგონმა თქვა, რომ სჭირდება ყველაფერი თუ ინვენტარიზაციას აკეთებდა ყველაფრისა, თავდაცვის დეპარტამენტის ესეთი იურისდიქციაში და ამის გამო შეჩერდა უკრაინისთვის გარკვეული იარაღის მიწოდება. მათ შორის შედიოდა, მათ შორის იყო ასევე პატრიოტის რაკეტები. მონახაზი ის რაც შენახწერე ახლა რატი 100-ია ჩარჩო ასე მუშაობს, მაგრამ ამ ჩარჩოში პენტაგონს აქვს საკმაოდ დიდი ესე ლავირების საშუალება. ანუ იქნება დათქმები, რომ ეს მე ჩემთვისაც მჭირდება და ამიტომ შენ ამას არ მოგცემ. კი ბატონო. კი ბატონო. არსებობს ეს უკვე სია, ასე ვთქვათ, რას ძალიან უხეშად რო ვთქვათ, რაც ჟმოტავენ. ასე არ ვიტყოდი რომ ჟმოტავენ, ხო, მაგრამ არის ეცა რაღაცა ცოტა შერეულია უფრო არა მხოლოდ სამხედროა ეს თემა, არამედ სამხედრო პოლიტიკური. და წინა შემთხვევაში ამასთან მქონდა სწორედ საქმე. და შემდეგ მოდიოდა ეს პენტაგონიდან, შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს პრესკონფერენციაზე დაუსვა ჟურნალისტმა შეკითხვა, რომ რას ფიქრობს ის იმაზე, რომ პენტაგონმა უკრაინას შეუწყვიტა ამ იარაღის გაგზავნა და ტრამპმა მაშინ არც კი იცოდა ეს, რომ ეს რაღაცა შეჩერებული იყო იარაღის მიწოდება და ამის შემდეგ უკვე დავინახეთ ის, რომ ეს შეზღუდვა მოეხსნა უკრაინას, ანუ რაღაცა შიდა პროცესი განვითარდა. ამიტომაც ვამბობ, რომ უფრო ორივე მონეტაა დასან, ორივე მონეტის ორივე მხარე აქვს დასანახი, არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ეს გადაწყვეტილება და თუ პოლიტიკური თვალსაზრისით თქვათ გადაწყვეტა შეერთებულმა შტატებმა, რომ არ ვიცი ეს მოლაპარაკებები ჩავარდა ან წინ აღარ მიდის ან რაღაცა ფორმით უნდა რომ გაეთიშოს თქვათ ზეწოლა გაზარდოს უკრაინაზე ან უამრავი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს, რის გამოც შეიძლება ამერიკამ თქვას, რომ მე ჩავეხსნები ამ თემას ახლა და იმის მაგივრად რომ რა ვიცი ამ დახმარების პაკეტით თქვათ პატრიოტები გაუგზავნით მაგალითად ჯაველინებს, რომლებიც არ არის ერთსაც ვიკითხავ და მე ბოდიშის მოხდით, აქვე აი სამხედრო პოლიტიკური ახსენე და პოლიტიკურსაც ავახსენეთ, არ შეიძლება ტრამპის ეს რაღაც მერყევი განცხადებები არ გაგვახსენდეს. შესაბამისად, რაც ახლა შენ თქვი, უბრალოდ ესე ბოლდად რომ გამოვიტანოთ, ანუ ეს ნახა გამოყოფილია და ყველა ვარიანტში უკრაინისთვის უნდა დაიხარჯოს, მაგრამ შესაძლოა რა მიეწოდება უკრაინას, იმაში ვიხილოთ გრადაცია და არ მიიღონ ის, რაც ჭირდებათ, არამედ ის, რაც ამერიკა მოუნდება. ამ თანხაზე ეს თანხა ანუ ბოდიში შეუძლია თქვას ტრამპმა, რომ კი არის ეს თანხა გამოყოფილი, მაგრამ არ დაიხარჯება უკრაინისთვის, ასე ვთქვათ, უხეშად. კი, პრეზიდენტს აქვს მაგისი უფლება რომ თქვას, ეს უნდა დაასაბუთოს ოღონდ და სწორედ ის რასაც ვამბობ, რომ ვთქვათ, შესაძლოა, ვთქვათ, არ ვიცი, ვენესუელაში ვნახოთ რა მოხდება, შესაძლოა სხვაგან, არ ვიცი, ახლო აღმოსავლეთში თუ დასჭირდა შეერთებულ შტატებს რაღაცა აქტივები სამხედრო, შესაძლოა, აი წინაჯერზე სწორედ ირანის დაბომბვის წინა პერიოდს უკავშირდებოდა ეს, როცა შეჩერდა ყველაფერი. მოკლე პასუხი არის ის, რომ კი, პრეზიდენტს აქვს იმისი პრეროგატივა, რომ ეს გადაამისამართოს, ან შეაჩეროს, ან შეაყოვნოს, თუმცა უნდა დაასაბუთოს ეს. თუ ვერ დაასაბუთა, მაშინ მას კანონი ავალდებულებს იმას, რომ კონგრესის მიღებული კანონი, რომელსაც ტრამპმა ხელი მოაწერა, არის უკვე
law of the land, როგორც შეერთებულ შტატებში ეძახიან, ანუ მოქმედი კანონი და ეს კანონი უნდა აღსრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება არაკონსტიტუციური. ასე რომ ესეთი სამწუხაროდ ესე პირდაპირ პასუხი არ არის იმაზე, პრეზიდენტს შეუძლია მის შეჩერება, მაგრამ არც ისე მარტივად. და რახან უკვე შევიდა, არ ვიცი რატომ შეიძლება შეაჩეროს ახლა, არ ვიცით, მაგრამ თქვათ გადავადება შეუძლია, ან რაღაცა პაუზა შეუძლია დააწესოს და ამ პაუზის მერე განაახლოს. საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს შეერთებულ შტატების პრეზიდენტს მაგ მხრივ. თუმცა ალბათ მთავარია ნება საერთო ჯამში, კონგრესის ნება, ამერიკული ინსტიტუციების და პირველ რიგში ამერიკელი ხალხის ნება დაეხმარონ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საქმეში, ხო? ანუ მთლიანად და აქ არის ალბათ ლომის წილი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაში, რომელიც ასე ძალიან ჭირდება უკრაინას. კი. ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის სადაზვერვო ინფორმაციაზე. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს შესაძლებელი იყო ის, რომ თქვათ ამერიკა თუ გადაწყვეტს, რომ ჩაეხსნას მოლაპარაკებებს, რისი მუქარაც არაერთხელ გაგვიგია ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამას შევა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც. მაგრამ შემდეგ ვნახეთ კიევში ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვიზიტის დროს მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ანუ არ ვიცით ჯერ შეწყდება თუ არა და ექსპერტებთან საუბრისას ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ისინი, რომ რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება უკრაინისთვის ამერიკის მხრიდან ამ სახის დახმარების მიწოდება, თუმცა უკრაინა ამის გამო თქვათ არ დაეცევეს, არ იქნება რაღაცა გარდამტეხი უკრაინისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, იქნება გაცილებით რთული ვიდრე ახლა, თუმცა არა შეუძლებელი. ნუ მან საუბარია იმაზე, რომ ფთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, უფრო ფთოსანი რაკეტების ტრაექტორია დრო და ესენი განისაზღვროს, რომ შემდეგ არსაცნაურო სისტემებმა ადეკვატურად იმოქმედოს. კარგი, ია ასევე სამიზნეებში ამოღებად, თქვათ ხო, რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენი ბოლო ეპიზოდის შემდეგ პრინციპში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ფრონტის ხაზიდან დაწყებული, პოლიტიკურად შეიცვალა სურათი პუტინის განცხადებებით პირველ რიგში, მან ღიად თქვა, რომ მომდევნო წელს მინიმუმ ტემპი უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უნდა გაიზარდოს. და არანაირად არ ასხივებს ის, რომ რაიმე სახით შეიძლება ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. ასეთი რამ არანაირად არ იკითხება. აი ამ ფონზე, ვთქვათ, შტატებში რა იცვლება, გასაგებია მე არ მინახავს ტრამპის რაიმე ესეთი კონკრეტული განცხადება, თუმცა აი რა შთაბეჭდილებები იქნება, ვთქვათ, რას უნდა ველოდოთ. რთული სათქმელია, როგორც ყოველთვის სამწუხაროდ. ხო, იმიტომ რომ ტრამპი სულ ამბობს, რომ პუტინს უნდა ომის დასრულება, მაგრამ ამას რეალურად ღიად პასუხობს პუტინი და ამბობს, რომ მას არ უნდა ომის დასრულება. არაფერიც არ უნდა. ხო, პუტინს ომის დასრულება უნდა, თუ ეს იქნება უკრაინის კაპიტულაცია. ასე უნდა ომის დასრულება, რაზეც უკრაინელებს, რა ვიცი, ალბათ ვერ დაითანხმებს ვერც ტრამპი, ვერც ვერანაირი ზეწოლა. ამას ისიც ემატება, რომ ამერიკის შიგნითაც 70-ზე მეტი 76% მოსახლეობის მხარს უჭერს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას. უკრაინის მხარდაჭერას შეერთებულ შტატების მთავრობისგან. ეს არ არის პატარა ფაქტორი, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი მოვიდა მანდატით, რომ ის არის ასახავს ამერიკელი ხალხის სურვილებს და მონდომებას. ასე რომ როგორ გადაითარგმნება ეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ტრამპის მოქმედებებში უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. ერთი რაც ალბათ უნდა შევახსენოთ მაყურებელს ის არის, რომ 28 პუნქტიანი გეგმა, რომელმაც ფაქტიურად შოკი გამოიწვია არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერებში ევროპაში, არამედ ამერიკაშიც კი და რა თქმა უნდა უკრაინაშიც. ეს გეგმა შემდეგ შემუშავდა რაღაცა თითქოს ორი მიმართულებით ხდებოდა მოლაპარაკებები ვიტკოფი და კუშნერი რუსეთთან, მარკო რუბიო ევროპელებთან და
უკრაინელებთან და ახლა უკვე ვნახეთ ის რომ რუბიო აღარ იყო ბოლო შეხვედრაზე ევროპაში გამართულ ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე რუბიო აღარ ესწრებოდა ამას რას ნიშნავს ეს თითქოს უცნობია მაგრამ ზოგიერთი ესეთი შემფასებელი ამბობს რომ რუბიომ სავარაუდოდ მოახერხა ის რომ დააბრუნა პროცესი ინსტიტუციურ ჩარჩოებში და არის ახლა უკვე ერთობა შეერთებულ შტატებს უკრაინასა და ევროპას შორის იმაზე როგორ უნდა დამთავრდეს ეს ომი 28 პუნქტიანი გეგმა შემცირდა და ახლა არის 20 პუნქტიანი მანამდე 19 იყო ახლა 1 პუნქტი დაემატა და თითქმის ყველა პუნქტი რომელზეც ევროპელებსა და უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის შეთანხმება შეიძლებოდა შეთანხმებულია, ხოლო შეუთანხმებელია ის ყველაზე რთული თემები, რომლებიც ეხება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებას, ასევე ეხება ტერიტორიულ დათმობებს, რაზეც უკრაინა ფაქტობრივად უარს ამბობს, სანამ არ დაიწყება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები. ან წინასწარ არ აძლევენ რუსეთს ამ ძალიან დიდ დათმობას და სავარაუდოდ ალბათ ვერც მის საბოლოო ჯამში. ერთი ვიცით ის რომ ზელენსკიმ გამოაცხადა რომ ის მზად არის თუ უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, ცეცხლის შეწყვეტა იქნება უზრუნველყოფილი. ის მზად არის ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს, თუმცა ამისთვის რა თქმა უნდა სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, სჭირდება რაღაც საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, არის საჭირო კომენდანტის საათის გაუქმება, რომლის დროსაც უკრაინის კონსტიტუციის თანახმად არჩევნები უბრალოდ ვერ ჩატარდება. ეგ ყველაფერი ტექნიკური საკითხებია თუ უსაფრთხოება იქნება მარტივი განსახორციელებელი. და მაგასაც ამბობს, რომ თუ იქნება უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ის მზად არის, რომ ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს. ერთი პატარა კითხვაც და მე მგონი შეგვიძლია შევაჯამოთ. შენ ახსენე 76% ამერიკელების, რომლებიც უკრაინასთვის მხარდაჭერის მომხრეები არიან. აი ზუსტად მაქედან გამომდინარე, მაქვს ეს კითხვაც და ასე ვთქვათ პატარა ვარაუდის ავით და თუ დამეთანხმებით ცოტა უფრო თუ შეგიძლია გაშალო მაქაური კონტექსტიდან გამომდინარე მე მგონია რომ საშობაო შესვენების შემდეგ ტრამპის მათ შორის რიტორიკაც ძალიან შეიცვლება იმიტომ რომ გააქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდი ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდი ნიშნავს იმას რომ აკეთო ის რაც მოსახლეობას ძალიან უნდა და 76%-ს თუ უნდა რომ უკრაინას მხარი დაუჭეროს ამისი გათვალისწინება მოუწევს ამიტომ ვფიქრობ რომ აი ახლა ეს პერიოდი აქვს ტრამპს დარჩენილი ამისთვის თუმცა მთელი ყურადღება როგორც მე ვხედავ ვენესუელაზეა გადატანილი და მგონია რომ უკრაინასთან მიმართებაში საშობაო შესვენების შემდეგ ანუ სადღაც იანვრის მეორე ნახევრიდან უკვე ტრამპის რიტორიკაც კი შეიცვლება უკრაინის სასარგებლოდ. რა სიტყვი ამ ჩემს ვარაუდზე და როგორ შეგიძლია გაშალო მაქაური კონტექსტის გათვალისწინებით. რამდენიმე მიმართულება აქვს, რამდენიმე შრე აქვს მაგას. ერთი არის ის, რომ თავიდან ტრამპი ამბობდა, რომ შობამდე უნდა მოეწეროს ცეცხლის შეწყვეტა ამ სამშვიდობო გეგმას ხელი. რაც ამ ეტაპისთვის ახლა დღეს ამ ეტაპისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ერთ კვირაში მოხდეს, თუ რაღაცა ისეთი შიდადინებები არ არის, რაც მედიაში არ არის გამოსული. ეს ერთი, მაგრამ მეორე კიდევ ის ფაქტორია, რომ რუსეთი რამდენად დათანხმდება, შესაძლოა ამერიკა და უკრაინა შეთანხმდნენ რაღაცეებზე, მაგრამ რუსეთი რამდენად მიიღებს ამას და რუსეთის მხარდაჭერის თუ რუსეთის თანხმობის გარეშე არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება ცხადი. ანუ შობის ჯერ მადლიერების დღე იყო, ვთქვათ, მიცემულ ტრამპმა მისცა უკრაინას ხელის მოსაწერად, მე გააჟღერა რომ ეს იქნება შობამდე იქნება ხელმოწერილი შეთანხმება. არც შობამდე სავარაუდოდ ამას ხელი არ მოეწერება და მეორე შრე რაც თანსდებს ამას ამერიკის მხრიდან არის ის რომ კონგრესში გრძელდება მუშაობა იმ სანქციების პაკეტზე რომელიც მიზანში ამოიღებს მეორადი სანქციები თუ მეორადი ტარიფები რომლებიც მიზანში ამოიღებს ყველა იმ ქვეყანას ყველა იმ კომპანიას რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს ეს თემა მიმდინარე თემაა უკვე ძალიან დიდი ხანია ეს ლინზი გრემის რესპუბლიკელი და ტრამპის მოკავშირე სენატორის მიერ დაინიცირებული პაკეტია რომელსაც 85 სენატ 100-დან 85 სენატორი უჭერდა მხარს მაშინ
ჯერ არ არის ამ წელს სავარაუდოდ არ გავა ეს, მაგრამ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ გაატანილი იქნება თუ არა კენჭისყრაზე ეს. ახლა არ არის ამაზე საუბარი და იმ შემთხვევაში თუ წელს საშობაო თუ წლის დაასრულებამდე თუ არ გავიდა კენჭისყრაზე, მაშინ იანვრიდან ხელახალი ინიცირება უნდა მოხდეს კანონპროექტის და ალბათ ასეც მოხდება. არის ვარაუდი, რომ ტრამპი ჯერ ისევ ინარჩუნებს პუტინის მიმართ რაღაცა რბილს თუ პუტინის წინააღმდეგ ზეწოლას არ გამოხატავს არანაირად და ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ეს სავარაუდოდ ხდება იმიტომ, რომ ჯერ ისევ აქვს ის კარტი, რომ ეტყვის, რომ აი საბოლოოდ ეს არის ბოლო შემოთავაზება და თუ არ დათანხმდები, მაშინ მე კონგრესს უბრალოდ ვერ გავაჩერებ და ეს შემდეგი სანქციების პაკეტი მოდის. არ ვიცი, ვერ გამორიცხავ გამომდინარე იქიდან როგორ აწარმოებს ტრამპი მოლაპარაკებებს, თუმცა ექსპერტების წრეებში არის ეს მოსაზრება, რომ რაღაცა ფორმით ტრამპი ინახავს სანქციების კანონმდებლობას იმისთვის, რომ რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა. რამდენად შეეშინდება რუსეთს ამის ახლა ეს სხვა თემაა და ექნება თუ არა რაიმე რეალური გავლენა ამ კანონმდებლობის ამოქმედებას რუსეთზე. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. მაგრამ ამ ეტაპზე ნუ ვართ იქ, რომ შეიძლება იმაზე ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილ ვართ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თუმცა როდის მოვა ეს საბოლოო დღე თუ როდის მოვა ეს ხელმოწერის დღე ჯერჯერობით არ ვიცით. მოლოდინი არის იმისა, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება სამწუხაროდ. მადლობა. კი ბატონო, ომი გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინამ რაღაც მიიღო ამ პროცესიდან, რაც არის დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მთავარი თემა. არ არის იდეალური, მაგრამ არ არის კატასტროფა. ერთიც ფაქტია, რომ ევროპამ ამ შემთხვევაში ვერ აჩვენა ისეთი ძლიერი პოზიცია, როგორიც არ ვიცი, ჩემი აზრით უნდა ეჩვენებინა და ბევრის აზრით ალბათ, მაგრამ რაც არის, ხო. ნუ მთავარი ის არის, რომ უკრაინელები უკან არიხევენ, ისინი არ მიდიან კაპიტულაციაზე და წელი იხურება ისე, რომ პრინციპში რუსეთს არ აქვს რაიმე სტრატეგიული წარმატება, კი ისინი ყოველდღიურად მიიწევენ წინ ფრონტის სხვადასხვა სექტორში, არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ არ არის რაიმე დიდი და განსაკუთრებული სტრატეგიული ქალაქების აღება. არა მხოლოდ სტრატეგიული ოპერატიული მიზნებსაც ვერ მიაღწევს, წინსვლა აქვს, თუმცა ოპერატიული მიზნებსაც ვერ მიაღწევს. ფაქტობრივად პოკროვსკი, რომელსაც აგერ უკვე წელიწად ნახევარი თუ მეტი ცდილობენ რომ აიღონ, ისევ არ არის აღებული, კი ბოლო კვირაშიც რაღაც სურათი შეიცვალა იქ, მაგრამ 10-15% კიდევ რჩება მაინც უკრაინელების ხელში და კაცმა არ იცის ხვალდაზე რა მოხდება. მოკლედ ბრძოლა გრძელდება და გუშინდელზე უკეთესად ყოველ შემთხვევაში დღეს უკრაინის პოზიციები ნამდვილად არის. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა ია, მადლობა თამარ, მადლობა რატი, მადლობა ბექა, ბოლო სიტყვა ამითი სრულდება. სამწუხაროდ ხო ომი გრძელდება, სამწუხაროდ ხალხი იღუპება, სამწუხაროდ ეს ყველაფერი თვალსაჩინოა და ფაქტია და ერთი რამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვალწინ იქმნება ევროპის ახალი უსაფრთხოების სისტემა, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, აუცილებლად მოგაწვდით ჩვენ მოსაზრებას, მოგაწვდით როგორც ბრიუსელიდან, ასევე ვაშინგტონიდან და ჩვენს თბილისიდან შევეცდებით, რომ აი ამ არქიტექტურულ რაღაცა ცვლილებებზე ჩვენი მოსაზრებები გაგიზიაროთ. დარჩით ჩვენთან, დიდი მადლობა. წელს მინიმუმ ერთი ეპიზოდი კიდევ დაგვრჩა. მოკლედ, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, ერთ კვირაში დავბრუნდებით ზუსტად. ნახვამდის.